საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. გასულ პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა მესტიაში. მან დაათვალიერა ახლად შექმნილი ტურისტული ზონა და ბოლოს სამთავრობო სხდომაც გამართა, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. მე მაგალითად სახში რომ მეკდეს ესეთი 3-4 მილიონი, საერთოდ არ დავფიქრებდი, ფიქრობდი აი სად უნდა ჩავდო ეს 3-4 მილიონი, თუნდაც 2 მილიონი და მეტი არ დაჯდება თვითონ. აი ორივეს ავიღებდი და მთლიანად ჩავდებდი აქ. იმიტომ რომ ეს ზუსტად 5-6 წელიწადში მომცემდა 10 და 15. დარწმუნებული ვარ რომ ამ სამთავრობო სხდომას სოსო თოფურიძეც ადევნებდა თვალს და როგორც კი სიტყვებს 3-4 მილიონს გაიგებდა, მაშინვე დაინტერესდებოდა ამ ფულის წარმომავლობით. თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ გაიხუმრა ბატონმა პრეზიდენტმა. ეხლა საიდან უნდა კონდეს მას ეხლა ამხელა ფული? რა, ციციბურა გააძვირა თუ ტრანსპორტით გზავრობა? დამშვიდით ბატონო სოსო, დამშვიდით. იხუმრა პრეზიდენტმა და მეტი არაფერი. არა ხო რა პრეზიდენტს ხო არ უთქვავს რომ მაქვს მაგოდენობის ფული, უბრალოდ თქვა რომ მქონდეს ეს ფულიო. იმ შემთხვევაში ჩავდებდი მესტიაშიო. ისე ჩემი მაღალიც რა ტიპია რა. 2 და 3 ლარი ხო არ არის არა? მილიონებზე საუბრობ, შეკაიდე მამიშვილო და ამხელა თანხებს ასე ხმამაღლა და საჯაროდ რომ აზაღელე. არიცი? რა კაციც არის სოსო თოფურიძე. მოვა ახლა დაგიჭერს განგიმარტავს ჩვენს უფლებებს და იმდენს იზამს რომ დაგიმტკიცებს მაგ ფულის არსებობას ანგარიშზე და მისი ესე იგი უკანონო წარმომავლობაც შეიძლება საჯარო გახდეს. ასე რომ სანამ სოსო ესე იგი სოსო პროფესორად ეს თქვენი ნათქვამი ხუმრობა გონია, მიდით ახლა ბატონო პრეზიდენტო და იქ 3-4 მილიონი ჩადეთ ტურისტული ზონების გასავითარებლად. ახლა მინიმუმ 15 წელში 5-ჯერ მეც მაინც მოიგებთ და ხო არ ჯობია რომ ბატონმა სოსომ უფრო მდიდარი დაგიჭიროთ ვიდრე ახლა ხარ. მიმდინარეობს დაუღალავი და გაცხოველებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენმა ამაგდარმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია თორთლაძემ ოკუპაციის წინააღმდეგ ფრიად ორიგინალური ფორმით გაილაშქრა. პოლიტიკური ექსპედიცია ამერიკაში გია თორთლაძე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 3 ყველაზე მაღალი მწვერვალის დასალაშქრად ემზადება. პოლიტიკური ღონისძიების მოტივი სპორტულია, ხო თორთლაძე მთის მწვერვალზე დატოვებას ბუკლეტებში ნაარსით საქართველოს ოკუპაციის გარეშე რუსეთმა საქართველოს უნდა დატოვოს. გია თორთლაძის განცხადებით ეს არის ერთ-ერთი საშუალება რომ თელმა მსოფლიომ გაიგოს რომ რუსეთი ოკუპანტია. აჰა, რა გაქნას მეტი ხა ამ კაცმა? მეტი რა ორიგინალური მეთოდით ებრძოლოს ოკუპაციას. წავა ახლა ამ უდაბურ ადგილას იცოცებს რამდენიმე დღე და ყველა მწვერვალზე ამლელს და ჩამლელს საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოუყვება. მაგრამ ისე წასვლის წინ გიას კულუარულად უთქვამს, მე კი ყველაფერს ვიზავი შემხედრ მთაწვრილებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე სრული ინფორმაცია რომ მივაწოდო, მაგრამ რაღაც მეეჭვება რომ ეგ ბოლომდე მოვახერხო. ალბათ უფრო პერევის ოკუპაციის მოყოლას მოვასწრებ, აბა თუ ჩამოვდექი და დანარჩენ ტერიტორიაზეც თუ დავიწყე ლაპარაკი, ან ენა მიმეყინება სასაზე და ან ფილტვები გამეყინებაო. მაგრამ აბა რაღაც იზამს ახლა გია. ძალიან არ გააგებინო ახლა შენ ამ მაღალს. რისი გაკეთება შეიძლება ოკუპაციის გასაპროტესტებლად და რისი არა. ეგ კი არა და თურმე გიასთვის ისიც დაუბარებია მანდედან რომ წამოხვალ, ბარემ ევერესტზეც აირბინე და 3-4 ესე იგი მსხვილი ინვესტიცია მოიზიდეო. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა გულმოწყალემ და მაღალმა მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართებული პატიმრები შეიწყალა და შედეგად რამდენიმე ათეული პატიმარი ახალ წელს სახლში შეხვდება. 2218 პატიმრის ბედშეწყალების კომისია 24 საათში გადაწყვეტს ხვალ მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ იმშელებენ. კომისია დილიდანვე შეიკრიბება და საქმეების განხილვა შეუდგება. სამუშაო ჯგუფის დადებითი დასკვნის შემთხვევაში საბოლოოდ ხელი პატიმრების შეწყალების აქტს მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოაწეროს. პატიმრების შეწყალება საახალწლოდ მოხდება და ისინი 31 დეკემბერს უკვე სახლში იქნებიან. დიახ, საკმაოდ ბევრმა ქართველმა პატიმარმა საპრობილეების არაკომფორტული საკნებიდან უფრო დიდ, კეთილმოწყობილ საკანში, ანუ საქართველოს ქალაქების ქუჩებში გადაინაცვლა. საკმაოდ კარგი ინფორმაციაა ჩემის აზრით ამ პატიმრებისთვის. ეს ახალი საკანი ბევრად ჯობს იმ ძველს. აქ უფრო ბევრნი ვსხედვართ. თან ძირითადად პოლიტიკურზე და უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის. ციხის ადმინისტრაციის, ანუ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებები თუ არ მოგწონს ხოლმე, უფრო ბევრნი ვიკრიბებით ერთად და პარლამენტის წინ მისკებს ვარახუნებთ. ხო, მერე გამოახომე ვინმე ჩვენი ადმინისტრაციიდან და გვეტყვის რომ ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს რომ ჩვენ ბალანდა, ესე იგი გაგვიიაფოს.
ჩვენს ამ ინფორმაციით გულდამშვიდებულები გამოვწევთ ხოლმე ჩვენი პერსონალური კამერებისკენ. მეტროს თანამშრომლები შესაძლოა შეამცირონ ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო პრესა G ავრცელებს. მოქმედდა ჩემი ეკონომიკური და ხელმომჭირე მთავრობა თუ არა? დაიწყო უკვე კამერების შემოჭერის პოლიტიკა, ოღონდ ჯერ დაბლა შემოიჭრა. დაახლოებით იქ, სადაც მეტროს თანამშრომლები არიან. ასე აუყვება ნელ-ნელა, ჯერ მთავრობის ხარჯზე გაზულუქებულ მეტროს მუშაკებს მისდგება, მერე უფრო გაზულუქებულ რკინიგზის გამცილებლებს შეაწუხებს. ასე აყვება ქვემოდან სახელისუფლებო იერარქიას. ცოტა ხანში სამინისტროების თანამშრომლებს, დეპარტამენტის უფროსებს, მინისტრების მოადგილეებს, ბოლოს მინისტრებსაც შეუმცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და სანამ პრეზიდენტის რიგიც დადგება, მანამდე იქნებ დამთავრდეს ეს ოხერი ეკონომიკური კრიზისი და სტაგნაცია. მაგ ეხა ვიგინდარული მიზეზის გამო ამ ჩემ მაღალსაც ხომ არ დავტოვებთ დილით ფუნთუშის და საღამოს მასაჟის გარეშე. ისე ახლა რომ დავფიქრდი კი მივხვდი იცი და რომ მართლაც ბევრს ვხარჯავთ ამ მეტროს შენახვას. მარტო მოლარეები კი არა, მატარებლის მემანქანეებიც უნდა დავითხოვოთ თავისი მატარებლებიანად. რაღაცი გვინდა ეხა ეგ მატარებლები. ამ შიმშილმა და უჭმელობამ ისე ტანადება და ფეხმარდება გადაგვაქცია, რომ თავარია მეტროში გვირაბები იყოს და ჩვენ საკუთარი დაძარღმულ დაკუნთული ფეხებით იოლად განვავითარებთ მატარებლის სიჩქარეს. ჩვენი არის ყველაზე ბომონდური და ელიტარული სატელევიზიო გადაცემა თბილისი Live საახალწლოდ იმედის საინფორმაციო გამოშვება ქრონიკას შეუამხანაგდა და მასთან ერთად გადაწყვიტა საახალწლო გადაცემის მომზადება. წლის წყვილი, წლის სკანდალი, წლის ივენთი და სხვა საინტერესო ნომინაციები თბილისი Live გამარჯვებულებს გამოავლენს. თბილისი Live-ის დაჯილდოების ცერემონია ზუსტად 1 საათში დაიწყება. ივენთ ჰოლში სამზადისი დღეს დილიდან დაიწყო. ივენთ ჰოლში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნათიკა ბერძული. ნათიკა, რა ხდება, რა ვითარება ამ დროისთვის? ამ წუთებში ივენთ ჰოლში წამყვანების რეპეტიცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საღამოს წაიყვნენ თიკო სადუნიშვილთან ერთად ქრონიკის წამყვანი ნოდარ მელაძე და თიკო დიდავა. აი ასე პასუხისმგებლობით გამსჭვალულმა ტელევიზიამ საკუთარი ტელემაყურებელი არც ახალი წლის დღეებში უნდა მოაწყინოს. ისე მე რატომღაც მგონია, რომ ამ არხის საახალწლო გადაცემები ამავე არხის სხვა დროს მომზადებული დანარჩენი გადაცემებისგან მხოლოდ სტუდიაში დადგმული ნაძვის ხით თუ იქნება განსხვავებული. დიახ, თბილისი Live-ში სრულიად არასაზეიმო დღეებში სულ სუფრა იყო გაშლილი, სულ დაფნა ზურნა მიმდინარეობდა და ჩვენს დეტალური ინფორმაცია ჰქონდა თუ როგორ და სად ატარებდნენ დროს ჩვენი ღარიბი ბომონდის წარმომადგენლები. თავის მხრივ ქრონიკა კი სრულიად არასაზეიმო დღეებშიც სულ დაშლილ რუსეთზე, ხუთკუნჭულაზე და კოჭოიაზე და სხვა ამდაგარ საინტერესო თემებზე მომზადებულ საახალწლო ზღაპრებს გვიყვებოდა. დიახ, ასე იყო ეგ ამბავი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ არხის თანამშრომლებს საზეიმო გადაცემების მომზადებაში უდიდესი გამოცდილება აქვთ, ისინი რატომღაც მაინც ღელავენ და ნერვიულობენ. ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ 1 საათი დარჩა სულ რაღაც დაჯილდოებამდე. უფრო ნერვიულობ იმაზე, ვინც აქედან წაგებული წავა, ასე ვთქვათ, ვინც ჯილდოს არ მიიღებს, იმიტომ რომ იმ ადამიანების მუშტი შეიძლება მომხვდეს სადმე. მეც არ ვთქვი რაზე ღელავს თქო. კარგი რა თიკო რა ეხა. აბა ნოდარ მელაძემ რაღა უნდა თქვას. კაცმა შუაგულ ბელორუსში ლუკაშენკოს ლიბერალი უწოდა. შუა თბილისში კიდევ ვანო მერაბიშვილს კეთილი პატრიოტი და მიუხედავად ამისა, არც ბელორუსი ხალხის მუშტი შეშინებია და არც ქართული საზოგადოების პანღურის, მაგრამ ისე მგონი თიკოც მართალია. იცის რომ დღევანდელ დღეს ქართველი მოგულავე კაცი უფრო კარგი გამრტყმელია, ვიდრე დაჩაჩანაკებული და დაძაბუნებული ბელორუსი და ქართული საზოგადოება. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. გაქვთ თქვენი პირადი სახელმწიფო და შემოგიტიათ ეკონომიკურმა კრიზისმა? თუ დაგონდებით და გამოიყენეთ კრიზისთან შესარკინებელი ყველაზე გასაიდუმლოებული ხერხი. ანუ შეამცირეთ მეტროს თანამშრომლები. თუ ამანაც არ გიშველათ, მაშინ გააჩერეთ ესკალატორები. მიხილეთ გვირაბები მეზობელ სახელმწიფოებს. ჩააბარეთ ჯარში მატარებლები და გააორმაგეთ ავტობუსით მგზავრობის ღირებულება. მეტრო ტალკვესები. რაც ზევითაა, ორი იმდენი ქვევითაა. ხართ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე. შეგტივათ გული. გახვირით მომეშველეთო, მაგრამ ხმას მაინც ვერავის აწვდენთ. მაშინ ჩაიცვით თბილად, აიღეთ წრიაპები, რკინის პალოები, წერაყინი, თოკი, საცოცი ტყავები და დაიპყარით რომელიმე მაღალი მწვერვალი. რათა იქიდან გკითხოთ მსოფლიოს, ჩვენს ოკუპანტს რა? მაღალი მწვერვალი. ეგ მაინც დავიპყროთ.
რაოდენ სასიხარულოა, რომ მე დღეს ჩემს განაცემაში სასიხარულო ინფორმაციას ვავრცელებ. დღეს ჩვენმა დედა უნივერსიტეტმა, ანუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი რექტორი აირჩია. ნინო ხომ არ დასრულებულა უკვე კენჭისყრა, ცნობილია თუ არა უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა? დიახ, კენჭისყრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე დასრულდა. 12-ვე აკადემიური საბჭოს წევრმა ერთხმად აირჩიეს ალექსანდრე კვიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. ხმის მიცემისას რაიმე დარღვევები საარჩევნო კომისიას არ აღმოუჩენია. 12-ვე აკადემიური საბჭოს წევრი ესწრებოდა დღეს ხმის მიცემის პროცედურას. დიახ, ღირსეული აკადემიური საბჭო ყოველთვის ღირსეულ არჩევანს აკეთებს. ეს ახალი რექტორიც ნამდვილად ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია. ხვალიდანვე დაიკაპიცებს ხელებს და შეუდგება უნივერსიტეტის აყვავებას. ვინაიდან მე მისი მუშაობის სტილს ასე თუ ისე ვიცნობ, ვივარაუდებ კიდეც რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი რექტორი უნივერსიტეტის ასაშენებლად. ხვალ ალბათ გამოვა და იტყვის, რომ უნივერსიტეტისთვის სასწრაფოდ 100 უფასო ბიბლიოთეკა არის ასაშენებელი. მაგრამ მე მათემატიკის კათედრის პროფესორებთან ერთად მსჯელობის შედეგად გვეტყვის, რომ 45 ბიბლიოთეკა ხანდახან 100 ბიბლიოთეკასაც უდრის. მე იმოღვაწეებს ნაყოფიერად ეს რექტორი. რეფორმატორი კაცის სახელსაც დაიგდებს და ბოლოს სოსო თოფურიძე მის მოადგილე პრორექტორს უკანონოდ შესყიდული სახელმძღვანელოების ბრალდებით დაიჭერს. მაგრამ იქვე დასძენს, რომ მხოლოდ ეს პრორექტორი იყო გარყვნილი კაცი, თორემ რექტორი ბრწყინვალე პროფესიონალია. აი ასე იქნება ეგ ამბავი. ჩვენ ხომ ეგზომ პროგნოზირებად ქვეყანაში ვცხოვრობ. ზურაბ ნოღაიდელი საკუთარი პარტიიდან მოძრაობა სამართლიანი საქართველოდან გარიცხეს. ჭადრაკის სასახლეში მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ყრილობა გაიმართა. დელეგატებმა კენჭისყრის შედეგად 415 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ნოღაიდელს პარტიის ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინეს. თუმცა მათივე გადაწყვეტილებით პარტიის წევრების სახელფასო დავალიანების დაფარვამდე ექს-პრემიერი პარტიის გამგეობის რიგით წევრად რჩება. დღესვე კენჭისყრით პარტიის ძველი გამგეობა და სარევიზიო კომისია გაუქმებულად გამოაცხადეს და ახალი დააკომპლექტეს. ყრილობამ თავად ზურაბ ნოღაიდელის და მისი მომხრეების გარეშე ჩაიარა. ჰოიუ მადურო არსებანო, რატომ გარიცხეთ ზურიკო პარტიიდან და ზოგადად აქტიური პოლიტიკიდან? აბა ვნახოთ ერთი მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ჟურნალი. ერთი წუთით. აი ესეც სია აბაშიძე, ბერუაშვილი, ედიშერაშვილი, ნოღაიდელი, ხო. აბა ვნახოთ პირველ რიგში გაკვეთილებზე როგორი დასწრება აქვს, ხო. პირველი ორი გაკვეთილი გაცდენილი, შემდეგ 3-ს დაესრო. ბოლო ორი გაკვეთილი ისევ არები უწერია და ყოველი დღე ასეთი სურათია. ხო. ახლა ნიშნები ვნახოთ, როგორი ნიშნები ყავს ბატონ ზურაბს. საგანი დემოკრატია. ნიშანი ორიანი. ხო. პატრიოტიზმშიც ორიანი ყავს და სხვა შორის არ არის კარგი, ხო. უგაცრავად, ესე იგი, ფინანსების გაცემა, ხო, ორიანი. რუსული ენა და ლიტერატურა ხუთიანი. აი ეს საგანი იცის კაცმა და რას ერჩით. მაგრამ კარგით რა ბატონო ზურაბ. აი თუ კაცი ხართ რა. ამდენი ორიანი როგორ გამოიყოლებთ? გაგრიცხავდნენ, აბა რას იზამდნენ კაც? ეხლა მოგიწევთ ბატონო ზურაბ რაიმე გაურკვეველი პარტიის შექმნა, როგორც ეს ბევრ ქართულ ოპოზიციონერს აქვს გაკეთებული. და იქ მოგიწევთ მოღვაწეობა. მაგრამ მე მაინც გირჩევდით, რომ მოეშვათ პოლიტიკას და რამე ხელობა ისწავლოთ. არ არის ეს თქვენი საქმე. არა. ქართულმა ავიაბაზარმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. Sky George's პრეზიდენტმა პოსტი დატოვა და ტანზანიაში მიემგზავრება. გიორგი კოდუა ტანზანიის სახელმწიფო ავიაკომპანიაში გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე იმუშავებს. Sky George's პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით ქვეყანაში ქართულ ავიაციას არ ყავს პროფესიონალი კადრები და არც განვითარების კონკრეტული სტრატეგიაა შემუშავებული. სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყვიტა მან ტანზანიის მხრიდან შემოთავაზების მიღება. აი გამჭრიახი ადამიანი. მართალი ხართ ბატონო გიორგი, ნათქვამია სადაც არასჯობს, გაცლას ჯობს. ამდენი ხანი უყურა ამ ადამიანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, დააკვირდა, აწონდაწონა, გადახედ გადმოხედა, ერთი ბიზნესმენი დაიჭირეს, მერე მეორე მიაყოლეს, მერე მესამე მიიყვა და სანამ მისი ჯერიც დადგებოდა, ადგა და წავიდა. გაეცალა აქაურობას.
თავს უშველა. თუმცა მე მაინტერესებს, რას მიკეთებს სოსოთოფურიძე? როგორ შეიძლება რომ ერთი უმნიშვნელო ბიზნესმენი, ავიაკომპანიის პრეზიდენტი ასეთი რანგის სამართალ დამცავს, ასე ოსტატურად დაუძრეს თვალსა და ხელშუა. ახლა საქმე მან წარმოგაჩინოს ბატონო სოსო. დასკვე მიდის. სად მიდის, რომ მიდის? კოდუა. ვინ იცის ახლა რამდენ ადამიანთან არის შესული ეგ ადამიანი კორუფციულ გარიგებაში და რამდენი ათეული, ესე იგი, მილიონით აზარალა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბიჭო, სოსო, გარბის კაცი და იქნება თვითმფრინავის ტრაბზე მაინც დაეწიო თორემ. შერჩა ხახვივით აქ ნაკეთები ფულები. მიდი. გასულ პარასკევს საქართველოს ლოტარიის კომპანიამ როგორც იქნა გაათამაშა ჯეკპოტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა და კოლოსალურ თანხას მიაღწია. მილიონერი საერთო საცხოვრებლიდან 24 საათის წინ აფხაზეთიდან დევნილი ზამირე თორდინავა ვერც კი მოიფიქრებდა, რომ ერთ წუთში 4 მილიონსა და 400,000 ლარს მოიგებდა. ფული ლოტოში მოიგო ერთი ბილეთი მეტრო დელისთან იყიდა და საღამოს 10 საათზე თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ლოტოში 6 ციფრი დაემთხვა. ამობს, რომ ეს ისტორია ოსკაროსან ფილმს მილიონერს გარეუბნიდან ახსენებს. მარტო გამარჯვებულ ქალბატონს კი არ ახსენებს ეს სიტუაცია ოსკაროსან ფილმს მილიონერს გარეუბნიდან. მე ზუსტად ეგ ასოციაცია გამიჩნდა, როდესაც ჯეკპოტის მფლობელის ვინაობა გავიგე. თუმცა რაღაც განსხვავება მაინც არსებობს ამ მოვლენას შორის. იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ თავიდან მოვლენები ამ ოსკაროსანი ფილმის სიუჟეტის მიხედვით განვითარდება. სამართალ დამცავები ჯერ დაინტერესდებიან თუ როგორ მოახერხა ამ ქალბატონმა 6 ჯადოსნური ციფრის გამოცნობა და ბოლოს ალბათ კუთვნილ ფულსაც მისცემენ. და სწორედ აქ ამ მომენტიდან დაიწყება განსხვავება, ესე იგი, ქართველი და ოსკაროსანი ფილმის პერსონაჟებს შორის. თუ ფილმის გმირს გადაცემენ კუთვნილ მილიონებს და იგი მას მშვიდობაში მოიხმარს ქართველ მილიონერთან, რიგრიგობით მივლენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და შესთავაზებენ, რომ ეს ფული ჩადოს ტურისტულ ზონებში და სანაცვლო დიდ მოგებას მიიღებს. თუ მინისტრების ამ ქალბატონთან ვიზიტმა შედეგი არ გამოიღო, საქმეში უკვე კომპეტენტური ხალხი ჩაერევა და კიდევ ერთი უარის შემთხვევაში ამ ქალბატონს თავს დაატყდება მთელი რიგი ხიფათები. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი დაადგენს, რომ ამ თანხის მოსაგებად ეს ქალბატონი სისტემატურად აყალბებდა ანგარიშ ფაქტურებს. სახელმწიფოს ბიუჯეტს აყენებდა გამოუსწორებელ ზიანს და რომ დაიანგარიშებენ ზარალს, მიიღებენ 4,400,000 ლარს. მოიცეხერებს ბოდიალობ მე. არა, იმედია ამ ამბის დასასრულიც ისეთივე ჰეპი ენდური იქნება, როგორც ოსკაროსან ფილმში არის. რა ვიცი. ხო. აბების ეთერს ტრადიციულად ხუმარა პოლიტიკოსები დაასრულებენ. იცინიან პოლიტიკოსები. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი დღეს ოფიციალურად ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ის ფრენები შესრულდება აქ ყოველდღიურად. ბილეთის ღირებულება ერთი გზა იქნება 70 ლარი, ხოლო ორივე გზა, როგორც თბილისიდან მესტიაში, ასევე მესტიიდან თბილისამდე ეღირება 150 ლარი. მე მაგალითად სახში რომ მეკდეს ერთი 3-4 მილიონი, საერთოდ არ დაფიქრდა, აი ფიქრობდა 3-4 მილიონი, დაგაწევდა 2 მილიონი. ამიტომ მე კი არ დაძებდა. აი ორივე ავიღებდი. მიზანი არის ამერიკის ორივე კონტინენტის სამხრეთი ჩრდილოეთი სამი უმაღლესი მწვერვალის დალაშქრა. აქ დევიზი არის საქართველოს ოკუპანტების გარეშე და რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს. იცით რა, ხელნაწერი თუ არა ხელნაწერი, ფირი, ჩანაწერი თუ ასე შემდეგ ეს მაინც არსებობს. ჩემი სტილი ნამდვილად არ არის ქალბატონო ეკა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ მოახერხეთ იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგაწოდოთ თუ დაინტერესდებით ეს მტკიცებულებები, იმიტომ რომ ბანო მერაბიშვილს ეს ფირები ყოველ შემთხვევაში და მიშა სააკაშვილს ნამდვილად აქვს. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.